გამოყენების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში. მოწმეები არიან სასახლის ღობის საქმეზე უკვე გამოკითხული მოწმეები, როგორც ადვოკატები და ახალაიას ოჯახის წევრები აცხადებენ, ეს მოწმეები არიან ნათხოვარი მოწმეები და ახლა თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმეზე კითხავთ მათ სახელმწიფო ბრალდება ამ მოწმეებს არათუ პირდაპირ ირიბი კავშირიც კი არ აქვთ ბრალთან, რის გამოც მეხუთე თვეა გამოკეტილი არის ციხეში ბაჩუ ახალაია, როგორც უფლება დამცველები და ადვოკატები აცხადებენ, მტკიცებულებების საქმეში პროკურატურას არ აქვს და პოლიტიკურად ანგარიშსწორება მიმდინარეობს სწორედ ახალაიას წინააღმდეგ. როგორც ადვოკატები აცხადებენ, ამ საქმეში ბრალდებას მოწმეთა რიგებში ყავს სასახლის ღობის საქმეზე გასამართლებული 4 ოქტომბრის დიდი შეკრების ორგანიზატორები, თუმცა გამოკითხავს თუ არა, მაგალითად მსოფლიო ბანკს, ყოფილ მთავარ პროკურორს, პოლიტიკოსებს, ასევე დაკავებულ პოლკოვნიკს. სახელმწიფო ბრალდება ამ ეტაპზე უცნობი არის, რადგან როგორც ბრალდების მხარემ გააჟღერა სურთ, რომ ეს სისხლის სამართლის საქმის განხილვა მალე დასრულდეს და მოწმეთა დიდ ნაწილს ჩახსნიან. შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში გახდეს ცნობილი ბაჩუ ახალაიას საქმეზე პოლიტიკური ვერდიქტი. სხვა სასამართლო პროცესებიდან ნათხოვარი დაზარალებულები არიან და ბაჩუს საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვთ. თვითონვე აფიქსირებენ ამას სასამართლო პროცესებზე. ასევე მოყავთ ღობის ექსპერტები, ძირითადად ეს ადამიანები ყავთ მხოლოდ დაკითხული. რა თქმა უნდა, არანაირი კავშირი არ შეიძლება გქონდეთ, იმიტომ რომ ბაჩუ ახალაია არის დაკავებული ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ინტენსიურ მოხმარებასთან დაკავშირებით და ეხლა ინტერნეტით ვერ დააზიანებდა ამ ადამიანებს ნამდვილად. კავშირით გინდება მოწმეებსა და ბაჩუს შორის. რა ზიარს არანაირი. ასეთი მოწმე არ არსებობს, რომელიც ამბობს, რომ რაიმე კავშირი აქვს ბაჩუ ახალაიას 4 ოქტომბერთან. არ არსებობს არათუ საუბრი შინაარსი. არამედ არ არსებობს კონკრეტულად ვინ 6 ოჯახის წევრიდან, რომლებიც ვიმყოფებოდით სახლში და ცხოვრობთ ერთად, ვინ რა მოწყობილობით გამოიყენა ინტერნეტი. ჩვენი ინტერნეტის მოხმარების ტრაფიკი აქვთ ამოღებული და აქვთ ამოღებული მაგალითად იგივე პაატა მანჯგალაძის ინტერნეტი იმ დღეს რო იყენებდა. დარწმუნებული ვარ, რომელიღაც მონაკოჩი, წუთში და წამში კობახიძის ინტერნეტის გამოყენებას, ჩემი სახლის ინტერნეტის გამოყენებას სადღაც დაემთხვეოდა. რაც შეეხება ბრალდებას მის ნუსხაში ყავს როგორც ასაკრეფუტაციაში ბატონი პატაბურჭულაძეს, ბატონი მურთაზოდელაოს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ აღნიშნულ მოწმეებს არ დაკითხავს, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული მოწმეების ერთუშოროდ ვერ მიცემენ რაიმე სახის ინფორმაციას, რომლითაც შესაძლებელია ბრალდებამ გააყაროს ბაჩუ ახალაიას ბრალდების სიძულვის მტკიცებულებები, რომლითაც თუნდა მან ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული. ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში სიაში ყავს, თუმცა დაკითხვა არ არის. კონდიციონერი მოშვა. ბაჩუ ახალაიას საგამოძიებო უწყება 4 ოქტომბრის დიდი შეკრების მთავარ ორგანიზატორად ასახელებს, თუმცა საქმეში არ არსებობს არც ერთი ვიდეო, აუდიო ჩანაწერი, რითაც დაადასტურებდა პროკურატურა, რომ ბაჩუ ახალაია იყო სწორედ დიდი შეკრების ორგანიზატორი. ამ წუთებშიც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, დახურულ კარს მიღმა ასამართლებენ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, რა ჩვენებას მისცემენ მოწმეები დღეს სასამართლოს რა სიტყვიანის. ისინი ცოტა ხანში გახდება ცნობილი, სასამართლოს ხდომა სავარაუდოდ 1 საათში დასრულდება.